ახლა ჩვენ გლდანის ციხესთან მყოფი ადვოკატი ომარ ფურცელაძე შეგვიძლია ჩავრთოთ. ომარი რამდენიმე პოლიტიკური პატიმრის ადვოკატია, მათ შორის მათედევიძის, გურამ მირცხულავასი და ოთარს მინდა მივესალმო პირველ რიგში და ომარს მინდა მივესალმო პირველ რიგში და ვთხოვ გაგვიზიაროს თავისი მოლოდინები. ვიცი რომ ინფორმაციულ დონეზე სრულ ვაკუუმში ვართ, ვიცით მხოლოდ ის რომ 159 პატიმარს შეეხება ის აქტი, რომელსაც ხელი მოაწერა ყავალაშვილმა. თქვენ რა იცით ან რა მოლოდინები გაქვთ? მოგესალმებით. პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ ადვოკატებიც იგივე ინფორმაციას ფლობთ, რასაც ოჯახის წევრები ან ზოგადად საზოგადოება. ანუ არანაირი ინფორმაციას არ ფლობთ კონკრეტულს. არა, დამატებით კონკრეტული სახელების და გვარების შესახებ ინფორმაცია არ აქვს უნებრივია, მაგრამ პროცედურული თვალსაზრისით, როდესაც გამოიცემა შეწყალების აქტი, სპეციალური დათქმის გარეშე ეს უნდა დაიწყოს, მისი აღსრულება უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ, რაც ნიშნავს იმას, რომ ამისთვის საჭირო ტექნიკური პროცედურების იქნება ეს რამდენიმე წუთი თუ არ ვიცი საათი უნდა დაიწყონ პატიმრებმა და შეწყალებულმა პირებმა პენტენციურ დეპარტამენტის დატოვება. არსებობს ეს პირდაპირ ვალდებულება, ეს დათქმა ამდაგვარია ყველა ნორმატიული აქტით არსებული. უბრალოდ ტექნიკური თვალსაზრისით შეიძლება პირად ნივთებზე იყოს საუბარი ან ცალკეულ რაღაც ადმინისტრაციული დოკუმენტაციის შევსებაზე, რომელმაც გარკვეული დრო წაიღო. ის დათქმა, რაც გაჟღერდა მათ შორის სხვადასხვა ეთერების მეშვეობით, რომ თითქოს შესაძლებელია ადმინისტრაციის არყოფნის მიზეზით ხვალიდან დაიწყოს. მსგავსი პრაქტიკა არ არსებობს, არ არსებობს აუცილებლობა, რომ ადმინისტრაცია სრული შემადგენლობით იმყოფებოდეს ადგილზე იმისთვის, რომ პატიმრება დატოვონ დაწესებულება და პირიქით ამ მიზეზით ბუნებრივია ვინმეს დაყოვნება საპატიმრო დაწესებულებაში არ იქნებოდა მარცომიერი და არ იქნებოდა კანონის მოთხოვნათა შესაბამისი. შესაბამისად ვხედავთ იმისა, რომ კონკრეტულ დროზე ან ვადებზე როდის შეიძლება დატოვონ დაწესებულება არაუდრია. ამ რო დავაზუსტოთ, აი რაც შეეხება პროცედურებს. შესაძლოა რომ რადგან ძალიან გვიან გამოქვეყნდა თავად ეს ინფორმაცია და უკვე სამუშაო დღე ისედაც არ იყო, დღეს მოგეხსენება დასვენების დღე იყო გამოცხადებული, რომ აი ამ დოკუმენტმა მიაღწიოს 12 საათის შემდეგ პენტენციალურ დაწესებულებაში და აღსრულებას დაექვემდებაროს უკვე სამუშაო დღის დასაწყისიდან, ანუ დილის 8 საათიდან. არა, ეს არასოდეს არ ყოფილა მიმული სამუშაო დროზე, ჩვენ გასული წლების განმავლობაში ისევე როგორც შეწყალების, ესევე ამნისტიის შემთხვევაში გვინდა ხავს მათ შორის დილის საათებში და ღამის საათებში გათავისუფლებული პირები. ეს არ არის დაკავშირებული სამუშაო დღესთან, არ არის აუცილებელი ყოველ შემთხვევაში ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით ადმინისტრაციის სრული მოცულობით ყოფნა ადგილზე. მეორე მხრივ ამას პრაქტიკაში ესე აღასრულებენ თუ არა, ხა მოდი მეორე მხრივ რა მინდა ცოტა მეორე ნაწილსაც შევეხო. შეწყალების აქტი ინფორმით რა ფორმითაც ეხლა და კონკრეტულ დღეს გამოქვეყნდა, ეს არის თვითონ ალოგიკური და ეს არის არამარცომიერი და არასამართლებრივი. მაშინ როცა აქ არ არის საუბარი მხოლოდ სინდის პატიმრებზე, უამრავი პატიმარი და უამრავი პატიმრის ოჯახის წევრი ელოდებოდა ამ დაანონსებულ გამოცხადებულ შეწყალებას, ხო? ათასობით ადამიანი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ციხესთან თუ საკუთარ სახლში ელოდებოდა ამ გადაწყვეტილებას. ფორმა ის, რომ ორი მომენტია, ხო? ნებისმიერ შემთხვევაში ეს 159 კაციანი სია თუ დღეს გებოდა, ის არის თავის მხრივ ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა, ხოლო მეორე მხრივ თუ ეს სია არსებობდა და ვინმე ტექნიკურად თუ რაიმე სხვა ქვენაგრძნობით და მიზეზით გააჭიანუ რა მისი გაცხადება და გამოქვეყნება ამ დრომდე, ის არის პრობლემა და არა ის ტექნიკურად როგორ მოხდება ამის აღსრულება. პირველი და მთავარი ვალდებულება, რაც ისევე როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ასევე პენტენციურ დეპარტამენტს აქვს, არის რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პირი, ვინც იქნა შესაბამის აქტში და ის რომ შესაბამისი აქტი გადაცემულია ან გადაცემული არ არის ამ დროისთვის, ის უნდა გაიგზავნოს დაუყოვნებლივ. დაუყოვნებლივ პირველი ობიექტური შესაძლებლობისთანავე ეს არ შეიძლება გულისხმობდეს შემდეგ სამუშაო დღეს. და თუ ვინმე ამას ესე განმარტავს, მსგავსი ტექნიკური და როგორ თქვა, არათანმიმდევრული მიზეზით ეხა ადამიანის დაყოვნება ერთი დღის განმავლობაში, კიდევ ერთხელ აქ არ არის სინდის პატიმრებზე საუბარი, აქ არის გენერალურად პატიმრებზე საუბარი. არ იქნება მარცომიერი და იქნება ყველა ნორმატიული დათქმის საწინააღმდეგო, რაც არეგულირებს შეწყალებასთან დაკავშირებულ პროცედურას. მადლობა საფუძვლიანი განმარტებისთვის, ომარ, მაგრამ სამწუხაროდ ამ პროცედურას კი არა, საერთოდ რომელ დაწესებულ წესსა და კანონს მისდევენ ეს ადამიანები
ამაზე კომენტარის კეთებაც კი აღარ ღირს ამ თელი დღევანდელი ადამიანური ეპოქის თვალსაზრისით ეხა ქრისტიანულ დღესასწაულთან დაკავშირებული შეწყალება მსგავსი არაქრისტიანული ფორმით ალბათ ძალიან რთული გასახსენებელია ამ ქვეყნის ისტორიაშიც კი. ანუ ადამიანმა რაღაცა მადლიქნა და ასე შხამით აკეთო, ამასაც შესაბამისი ნიჭი ჭირდება და ამ ხრივ ნამდვილად გამორჩეულად ნიჭიერები არიან ადამიანები, რომლებიც ახლა ალბათ ჩვენს ეკრანსაც უცგერენ უყურებენ და ხედავენ როგორ იყინებიან ადამიანები ციხეებთან და საპატიმროებთან და ათეულობით კი არა და ასეულობით ათასი ადამიანი სხვათა შორის სოფლის სხვადასხვა კუთხეში ელის კონკრეტულ ინფორმაციას ვინ არიან შეწყალებულთა შორის და არიან თუ არა ისეთი ადამიანები რომლებიც აი უპირველესად გადაუდებელ საჭიროებას bis ქვეშ იყვნენ და არიან. დიდი მადლობა ომარ ფურცელაძეს ადვოკატს გლდანის ციხიდან ოფროსორ ციხის შესასვლელიდან გვერდებოდა ომარი